დაოჯახების მიზნით თქვენი მეორე ნახევრის გაცნობა გსურთ თბილისში, თურმე გაცნობა დაოჯახების ცენტრიც არსებობს. ერთად გავიგოთ მათი საქმიანობის შესახებ. საქმიანობა 16 წელია გრძელდება. ძირითადი მიზანი მარტომყოფ ადამიანებზე ზრუნვაა. ცენტრის მთავარი ფუნქცია საერთო ინტერესების მქონე ადამიანების დაწყვეტილებაა. გაცნობა და შემდეგ დაოჯახება. ადამიანები ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად შექმნან ოჯახი. ამისთვის არის საჭირო არსებობის ქვეყანაში ისეთი ორგანიზაცია, რომელიც ყველა მარტოხელა ადამიანს მოუხსნეს ამ პრობლემას. პროცედურა მარტივია. საკუთარ მონაცემებთან ერთად რეგისტრაციისას აუცილებლად უნდა მიუთითოთ თქვენთვის სასურველი მომავალი პარტნიორის თვისებები, სოციალური მდგომარეობა, ასაკი და ფიზიკური მონაცემები. დაოჯახების ცენტრში გასაწევრიანებლად აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის მოწმობა. ერთი ფოტოსურათი 9-13-ზე და აუცილებელია სარეგისტრაციო ბლანკი შევსება, სადაც მიუთითებთ თქვენს მონაცემებს, რა პროფესიის ბრძანდებით, დაბადების თარიღი, თვე, წელი, რიცხვი და ასე შემდეგ. სრულიად დაუგეგმავად დღეს გაცნობა დაოჯახების ცენტრში კიდევ ერთი წყვილი შედგა. ზოდიაქოს ნიშნები, ასაკი, ოჯახური მდგომარეობა, განათლება, სიმაღლე, წონა, ყველა პუნქტი ურთიერთმისაღები აღმოჩნდა. გაცნობა შედგა, დაოჯახება შემდეგი ეტაპია. დაოჯახების ცენტრი იმდენ ავირჩიე, რომ ამ სოციალური ქსელებიდან ვერ გავიცანე სასურველი ადამიანი და მომართე ამ ხეცებულებას და რამოდენიმე ვარიანტი შევარჩიე. შევარჩიე ერთი ვარიანტი, ორი ვარიანტი მე არ მომეწონა. და თვითონ კიდევ ორი ვარიანტი თვითონ გოგოს არ მოეწონა. ანუ ეს ერთი მაღალი იყო ის გოგო, მე დაბალი ვიყავი და ამით არ შეესაბამება ერთმანეთს. და ეს მეჯობებით ახლა მოვედი დღეს და შევარჩიე ადამიანი, რომელიც ფიქრია ბრეგვაზე არის და ძალიან ხოლმე დავჭი ამ ადამიანით და სასახარულოა ძალიან. რამდენიმე ხნის წინ გადაწყვეტა რომ მიმართა ამ ცენტრისთვის, რადგანაც ვთვლი რომ დღესაც ვთვლი რომ ეს არის ყველაზე ასე ვთქვათ მიზანმიმართული საშუალება იმისათვის რომ შეერჩიო სასურველი ადამიანი და რომელიც აკმაყოფილებს როგორც ჩემს გემოვნებას, ასევე ჩემს მოთხოვნებს. და დღეს მე დამიკავშირდნენ, გამოვცხადი აქ და გავიცანი რეზიდითაც ძალიან მოხარული ვარ და ვთვლი რომ ჩვენი ურთიერთობა უფრო კარგ და სერიოზულ სახეს მიიღებს. თუ ოჯახის შექმნას დამოუკიდებლად სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ ცივილიზებულ მეთოდს მიმართოთ და გაცნობა დაოჯახების ცენტრს მიაკითხოთ. ეროვნული თავისებურებებიდან გამომდინარე მსგავსი სააგენტოების არჩევანი თითქმის არ არსებობს.